ეხლა ვიმყოფები ქალაქ რუსთავის მეორე საშუალო სკოლის წინ, ეგერ ხედავთ ჩემს უკან. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ყოველ დღე მიწევს ხოლმე ამ სკოლასთან გავლა და ყოველთვის იმას ვფიქრობდი ხოლმე, რომ 35 წლის წინ როგორც იყო ეს სკოლა მეთქი, მისი ვიზუალი რატომღაც არ იცვლება მეთქი, მაგრამ საბედნიერო დიდი მადლობა ამისთვის დაიწყეს მეორე სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც მალე დასრულდება და მიიღებს ძალიან ლამაზ ფორმას სკოლა. გარდა ამისა, ის ყველა დადებით და პოზიტიური საქმე, რაც კეთდება რუსთავში, ნამდვილად აღსანიშნავია. დიდი მადლობა ქალაქ რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს. მაგრამ მინდა ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მეორე საშუალო სკოლიდან ცემენტის ქარხნამდე დაახლოებით 2 თვის წინ, ცოტა უფრო მეტი, პირველად დაიწყო სარემონტო სამუშაოები, გადათხარეს გზები, ჩაყარეს დიდი ზომის პლასმასის მილები, რას აკეთებენ პირადად მე არ ვიცი და ამასთან დაკავშირებით ვერანაირი ინფორმაცია მე ვერ მოვიძიე და მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვინც იცის, თუ შეიძლება დაიდოს პატარა საინფორმაციო პოსტი ან სოციალურ ქსელებში, ან სადმე რომ გავიგოთ ჩვენ ხალხმა, რიგითმა მოქალაქეებმა რუსთავის ბოლო რა კეთდება და როდის უნდა დასრულდეს ეს გზის მშენებლობა, იმიტომ რომ პირადად მე ხა ყოველდღიური მოძრაობა ამ გზაზე, დაანგრეულ გზაზე ნამდვილად არ მიწევს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიური კავშირი აქვს რუსთავიდან გარდაბანში მოძრაობენ ამ გზაზე, გადმოთხრილ გზაზე, საკმაოდ რთული ამის ატანა, მესმის რომ კეთდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ხო შეიძლება ჩვენი უფლება არის რომ ვიცოდეთ. საქმე დაიწყო, ძალიან კარგია, დიდი მადლობა რომ კეთდება რუსთავში, ძალიან ბევრი კარგი საქმეები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ საქმე რო იწყება, იმის დასასრული როდის დასრულდება. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, ვინც იცის და ვისაც შეუძლია ამასთან დაკავშირებით პატარა საინფორმაციო პოსტის გაკეთება და სოციალურ ქსელებში დაიდოს, როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები რუსთავის მეორე საჯარო სკოლიდან ცემენტის ქარხნამდე. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები მე და ჩემს გარდა კიდე ათასობით რუსთავის მაცხოვრებელი და ყველა ის ადამიანი, ვინც მოძრაობს რუსთავიდან გარდაბნის მიმართულებით. ეხლა მე მინდა უშუალოდ გაჩვენოთ, გავიაროთ ეხლა ეგერ ჩემს უკან ხედავთ, მეორე სკოლა არის, მეორე სკოლიდან მინდა გავიაროთ და მივიდეთ ცემენტის ქარხნამდე და ვნახოთ რა მდგომარეობაშია უშუალოდ ეს გზის მონაკვეთი. აბა წავიდეთ, ვნახოთ. ეს არის რუსთავის ცენტრალური სტადიონი. აქ გზა ახალი გაკეთებულია, ძალიან კარგი გზა გაკეთდა. დიდი პლასმასის მილები იყრება, ეგერ ხედავთ გზაზე. ალბათ საკანალიზაციო სისტემა კეთდება, განახლება მიმდინარეობს. აქედან უკვე იწყება ასეთი გზა, გადათხრილია, ასფალტის პირველი ფენა არის აღებული. ისევ და ისევ გამეორდები, ეს რაც კეთდება არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ დაწყებულია საქმე და ხედავთ ყველა ხალხი, რომ გზის მშენებლობა და რემონტი არის დაწყებული, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით როდის უნდა დასრულდეს და რო ვიცოდეთ, ხო, აი მაგალითად 1 თვეში დასრულდება, 2 თვეში, 9 წელიწადში ამდენი ნერვების მოშლა და ამდენი კითხვები აღარ იქნება რა, არავისთვის და გვეცოდინება ქალაქ რუსთავის მოსახლეობას, რომ ეს გზა დასრულდება 3 თვეში, სიტყვაზე ვიძახი, ან 9 წელიწადში. ჯერჯერობით დასრულებას პირი არ უჩანს. მაგრამ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძალიან სასიხარულოა.
აი ეს ერთი მონაკვეთი გამოვიარეთ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სავარაუდოდ მოყვებიან რუსთავის ცენტრალური სტადიონიდან და აკეთებენ გზას. ძალიან კარგია, მაგრამ აი მონაკვეთები არის დათხრილი. ეხლა აი აქ მაგალითად ძველი ასფალტია, რაღაც მონაკვეთი ხელი არ დაუდიათ ამისთვის. ეს ეხლა ჩვენ ციხეებთან ვიმყოფებით, ეს გზაც აი ასე არის უკვე დაახლოებით თვეზე მეტი ამოთხრილი, აი ეს გზა. და მაგას ვერ ხვდები ეხლა ზუსტად, თუ გაკეთებას არ აპირებდნენ, რაღაცო თხრიდნენ ამ გზას. ყოფილიყო ხო ისეთი როგორიც იყო და აქამდე რომ მოვიდოდა სარემონტო სამუშაოები, მოუყვებიან სტადიონიდან, რუსთავის ცენტრალურ სტადიონიდან მოდიან და ნელ-ნელა აკეთებენ. ხო, მესმის ძალიან კაია რომ აკეთებენ, მაგრამ აი ეს მონაკვეთი რატოა დათხრილი და დატოვებული? აი ამას მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ხალხი ვერ ხვდება რა. და არ ვიცი, შეიძლება რაღაცა მიზეზი არსებობს, რაც ჩვენ არ ვიცით და სწორედ ეგ მინდა რომ გავიგო და თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რატო ასე ნაწილ-ნაწილ დათხრილი და დატოვებული და არავინ არაფერს აღარ აკეთებს აი ამ გზაზე, რა კომენტარში თუ მომწერთ, მადლობელი ვიქნები. მეც და ძალიან ბევრი ადამიანი და ხალხი, ვისაც აინტერესებს ეს თემა და ვისაც აწუხებთ. მით უმეტეს ის ვინც ყოველდღიურად მოძრაობს ამ გზაზე. აი ეს მონაკვეთიც გადათხრილია. აქაც არავინ არაფერს არ აკეთებს. ყოველ შემთხვევაში რამდენჯერაც გამოვიარე, აქ სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ასე არის ამოთხრილი, ჩაყრილი, ალაგ-ალაგ პლასმასის მილები და გაჩერებულია მუშაობა. ეს ერთი მონაკვეთი ისევ ძველი ასფალტია, ხედავთ როგორ მდგომარეობაშიც იყო ძველი ასფალტი. კიდე მორიგი მონაკვეთი. სხვათა შორის მე უნდა აღინიშნოს აუცილებლად ისიც, რომ რუსთავში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში იმდენი საქმე არ გაკეთებულა, რაც დღევანდელი მერის მოღვაწეობის პერიოდში. ძალიან ბევრი კარგი საქმეები გაკეთდა რუსთავში. ეს ნამდვილად დასაფასებელია და აღსანიშნავია. ეს მონაკვეთიც დიდი ხანია ასე ამოთხრილია და არავინ არაფერს არ აკეთებს. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, გაკეთდება, მაგრამ აი სანამ გაკეთდება, სწორედ ეგ არის პრობლემა. სწორედ ეგ აღიზიანებს და ნერვებს უშლის მოსახლეობას. თუ არ აკეთებდი, შედალოცულო რაღაცზე თხრიდი, არ ვიცი მე. და თუ ამოთხარი, გააკეთე, ხო? თანიმ ხელა ორმოებია. ზოგიერთ ადგილებში თუ ჩავარდი, ვეღარც ამოხვალ მაგ ორმოდან. აი ეს გზაზე ეხა ადამიანი ყოველდღე როილის რა ტყუაზე უნდა იყოს, არ ვიცი. ვახლოვდებით ეხა ცემენტის ქარხანას. და ცემენტის ქარხნის მერე უკვე იწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტი
იქაც მიმდინარეობს გზების სარემონტო სამუშაოები, იქაც მინდა რომ გადავიდე და გადავიღო და გაჩვენო როგორი სიტუაცია, გაჩვენოთ მეგობრებო როგორი სიტუაცია არის. სხვათა შორის 80% დასრულებულია გზის დაგება. ყოველ შემთხვევაში ასეთ ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. აი ამ ლიანდაგებზე არ ვიცი მეგობრებო, თუ იცით ამ ლიანდაგზე მოძრაობს თუ არა, მე მგონი ამ ლიანდაგზე არანაირი მატარებელი აღარ მოძრაობს, აი ეს ლიანდაგი. და იმედია გზა რო გაკეთდება ეს ლიანდაგებს აიღებენ და ჩვეულებრივად გადასწორდება, იმედი მაქვს. იმიტომ რომ ტყილა რა ფაქტიურად ეს ლიანდაგები მატარებელი თუ არ დადის, რა საჭირო არის ამ ლიანდაგების დატოვება გზაზე. შეიძლება მე მეშლება და თუ მეშლება კომენტარში ველოდები მე თქვენს აზრს. აი ცემენტის ქარხანას მივახლოვდით. და მინდა ხიდზე გადავიდეთ ახლა გარდაბნისკენ და ვნახოთ როგორი გზა გააკეთეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. აქ ფაქტიურად დასრულებულია გზის დაგება. პატარა მონაკვეთები აქაც არის გასაკეთებელი. აი ესეთი გზა დაიგო ცემენტის ქარხნიდან გარდაბნის მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს, ტროტუარებს აკეთებენ. ეს როგორც ხვდები პირველი ფენა არის ასფალტის დაგებული, ტროტუარების გაკეთებას რო დაასრულებენ, მერე გადააგებენ უკვე საბოლოო ფენას მეორეს. შევედით გარდაბანში, გამოვიარეთ გარდაბნის რაიონის რამოდენიმე სოფელი. ფაქტიურად გზა დასრულებულია. აქ-იქ არის პატარა მონაკვეთები დარჩენილი, მუშაობს ხალხი, მუშები აკეთებენ ტროტუარებს. და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად სამუშაოები, გზის სარემონტო სამუშაოები არის დამთავრებული.